ავი გამარჯვებით კაცო. აუშევ ხალხს მიდივით. მიშველი. ხმა 2 წუთი. იატ მოგვისმინე ახლა. აქეთ მოდი. თქვენ განთავისუფლებული იყავით ნაადრევად იმის ნაცვლად რომ ითანამშრომლოთ გამოძიებასთან. ამიტომ მოსმინეთ აი ამ პიროვნებას. ეს ვინ არის? არა საჭირო სახელი. ესმით? კი, გარკვეულ ძალიან კარგი. მოგლეთ, დავიწყოთ პირველი საუბარი, ხერაზე მინდა რომ დაგილაპარაკოთ ბატონო. თქვენი სახელი რომ მითხართ, როგორ მოგმართოთ? ვიზე საუბარი? თქვენ გეუბნებით თქვენ. სულ ერთი არ არის, მოდი ვითანამშრომლო და კორექტულად ვისაუბროთ. სულ ერთი დაგიწერო? საბუთებში ჩავედით, ნანახი ვაქვს ბატონო, ბაზაში არის იატ ბაგრატიონია ეს პიროვნება. იატი თავი გავიგე. იეტ თუ როგორც არის. იეტ ბაგრატიანი. კი ბატონო. იეტ ბაგრატიანი, ჩემი გესმით? რომელ სალსოში იმყოფებით ამ დროისთვის? აკციაში. და ეს დრეს კოდი რატო გაცვიეთ? მოვიტოვოთ კოსტუმი. კარგით, მოდი მე თქვენ ერთ რაღაცას გეტყვით. რა გირჩევნიათ ამ დროისთვის? ითანამშრომლოთ პოლიციასთან თუ შებრუნდეთ რამოდენიმე წლით ციხეში? შებრუნება გირჩევნიათ, ხო? აბა ხელ კიდე შეთავაზეთ. ფიქრები. რაღაც რომ ცოტა რომ გავახულოთ ეს პიროვნება არ გაწყობთ? იქნებ დაიწყოს ლაპარაკი. აბა დაფიქრე. დახედეთ მოგზავნით. ჩემს წინ დგომი ინდივიდი ძალიან კარგადაა გამოსული ამ იარაღით. კარგად იცის თავისი საქმე. მოხსნათ ბოდი კამერა არ გინდათ? ამოვიტანო. რა ვიცი, თუ საჭირო იქნება, აბა იატი გვეტყვის. სპეციფიკში რო შეამოწმოთ ბატონო იატ. ბატონო იატ კიდე გიმეორებთ. რომელ სელსში იმყოფებით? ან ორგანიზაციაში? გესმით თუ არა ჩემი ბატონო იატ? ნაცადი კაცო. რაღაც ბევრს ფიქრობ. კარგი მე ჩავალ, ამოვიტან. გუგენგენ ხოლენი ამოიტანე ბატონო. კი, ფლოგენგენ ხოლის ამოვიტან ახლა. რა დაფიქრდით თანამშრომლობთ თუ არა გამოძიებასთან? გაბო, კამერა მოიწევ. სანაცვლოდ რას ვიღებ? თავისუფლებას. თავისუფლება და რაღაც ეს კაცო რაღაც ამაცადე. ბატონო, თავისუფლებას და დაწვეს. თავისუფლად. მე რა თიჯერი და ბატონო ჩემო ჩვენგან დაცვას ჩვენ გამოგიყავთ ასევე პირად დაცვას რომ უსაფრთხოდ იყო რადგან ითანამშრომლობთ გამოძიებასთან. ჯო ნულები აგერია თუ არა ეგ მითხარი და მე თოფიქრებ. ეს ოფცეთო 2. აგერია? ერთი გამოგეჭდა. მაშინ გამანებით. სპეციფიკში შეამოწმეთ. ჩვენ ნაღევით და არაფერს. არის განვაგზო თუ რას აპირებთ ახლა ბატონო იატ ბაგრატიო. თუ ჩავთო ჩემი მანქანა საქმეში. ამოვიტანე ფლოგენგენ ხოლენი. კი ბატონო. არა კაცო რა იყო თენკი ეხუმრები. აჰა მე ხომ კარგით მაშინ განვაგზო ჩვენი საქმე და კორექტულად ისაუბროთ შეშე. კი ბატონო იატ. გაგიმეორებ შეკითხოს ისე. რომელიმე ორგანიზაციაში იმყოფებით თუ არა? ან საელჩოში. კარგად დაფიქრდით ამ შეკითხვაზე, რადგან შეიძლება ეს იყოს თქვენი ცხოვრების საბოლოო შეკითხვა. მე კი ამას არ გავრისკავდი თქვენ ადგილას. 10 წამიან ის მოგცემთ. რაღაც და მითხარი შენ რა ვერ გავიგე. ბატონო, თქვენ რაღაც ყურადღებით ვერ გვისმენთ. თავიდან რო გამიერთო. იყოფები თუ არა რაიმე ორგანიზაციაში ან საელჩოში? ვიმყოფები. მაგალითად? ხო, რო იყოფები აქ ჩვენ. რაღაც სანერვიულებული, არანერვიულებული ჩახარ. რომელ საელჩოში იმყოფებით? ბატონო იატ. ქართულ საელჩოში. კი ბატონო.
ქართულ საელჩოში იმყოფებით ესე. როგორც ვიცი, ქართული საელჩო რამოდენიმე დღის უკან იყო შემჩნეული კრიმინალურ აქტში. და ვიდეო აუდიო მასალაც გვაქვს ამასთან დაკავშირებით. ვერას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? როგორც მან იყო პიროვნებას. მე არ ვიყავი მათ. არა, ხო ხართ ქართულ საელჩოში. What? რა ხდება შიდა სივრცეში იქნებ შეგიძლიათ გვითხრათ. ბოდიში ბატონო, ეს რამე შევეძიები, მე გთავაზობთ ასეთ რაღაცას. ბატონო იატ. მე თქვენ გთავაზობთ ჩვენგან იეტ, რა მნიშვნელობა აქვს? ბაგრატიონ. მე გთავაზობ ჩვენგან იმუნიტეტს, რომ არ დაგაკავებთ. რა ვიცი რა მათყუებს თვითონ. პოლიციურ სიტყვას გაძლევ. ჩვენ მათყუარ ადამიანებს გავართ. შენზე რა გითხრა მაგრამ. ამიტომ ეხა მე თქვენ იცით რას ვიზავ? თუ არის თანამშრომლებთ. პირველი გავაკეთებ ასეთ რაღაცას რომ. კი ბატონო. პირველი ცუდ პოლიციელებს დავუძახებ და მაგათთან დაგტოვებთ. ისმის ხო ჩემი ხმა? ისმის? ეხა თუ არის თანამშრომლებთ, ციხეში შეძდებით, ჩვენ გავალთ და ცუდ პოლიციელებს დავუძახებთ და იმათთან დაგტოვებთ. იმუქრებით, ანუ? არ ვიმუქრებით, უბრალოდ იმას გიყვებით თუ რა მოხდება თუ არის თანამშრომლებთ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ ითანამშრომლოთ გამოძიებასთან და ყველაფერი კარგად დაგემთავრებათ. იქნებით თავისუფალი და გექნება ჩვენგან იმუნიტეტი, რომ არ დაგიჭერთ. მათყუებს რაღაც. პოლიციურ სიტყვას გაძლევთ. პოლიციელს რატომ დავენდონა? ჩვენ ვიცავთ შტატს და უნდა იტოს. განერჩევთ, ჩვენ დამაკავეთ უმიზესო. მიზეზოდან გაგავით? კი უმიზესო. მოკლედ. აი, ზამწელავთ ბატონო. ითანამშრომლეთ, გაეცით ბატონი ამ ბატონის კითხვას პასუხი. კიდე სხვა შეკითხვებიც იქნება და განათავისუფლებთ. ბატონო ბაგრატიონ, გესმით თუ არა ჩვენ? ისევ გაგიმეორებ შეკითხვას. რა ხდება შიდა სივრცეში კერძოდ მაგ საელჩოში? შეგიძლიათ გითხრათ. მხოლოდ კრიმინალური აქტი. მხოლოდ კრიმინალური აქტია. ვიცი რომ ძალიან ვიცი რომ ძალიან ბევრი რამე ხდება და თქვენგან ზუსტად ჭირდება დაზუსტება. თუ შეიძლება რომ თანამშრომლობთ ჩვენთან, თუ დაუყოვნო შემთხვევაში ბატონმა ლუკასმა ძალიან კარგად დაგიხსენთ რა მოგივა. რა გითხრათ ალბათ? ბატონო, მისმინეთ ეს ყველაფერი საუბარი. შეება ჩვენში. ბატონი ფედერიკო როგორც ლიდერი იყენებს თუ არა რაიმე ცეცხლსულ იარაღს ან ჩადის კვლელობას თლიანად საელჩო. გაიცით ამაზე პასუხი. აი ამ პიროვნებასთან ერთად არ გავცეთ. ვისთან აბა? აი ეს ვინდა? რო შემოვიდე, შემოაბიჭი გაკუნის გარეშე. მოდი დავატოვებინებ ბატონო ჯორჯს დროებით. ბატონო ჯორჯ, გარდაგველოდეთ დროებით. კი, დატოვე ტერიტორია. არ გასცემ ამ ადამიანთან პასუხს? გაგვეცით ხა პასუხი. კი. თუ რა კი დაი. გასცემ თუ არ გავიგე. ორივეზე კი. კაი. ძალიან კაი. ანუ მკვლელობა აქვს ჩადენილი მაგალითად. კამერებიც გათიშული გვაქვს ამ ოთახში, ძალიან კაი. გასაგებია, ანუ ფედერიკოს თვითონ ქართული საელჩოს ლიდერს აქვს ჩადენილი მკვლელობა. რა გვეტყვით კერძო წევრებზე? ჩადიან თუ რა კრიმინალურ აქტს კვირაში ერთხელ რამოდენიმეჯერ? კი თუ არა? კი. გასაგებია, ანუ კრიმინალები ხართ, ხო? ქართული საელჩო. აწარმოებთ თუ არა რაიმე იარაღს ან მატერიალებს არაკანონიერს? არა. აბა საიდან შემოგაქვთ? იარაღები. რას პოულობს? საშუბი დავიპარავთ, მოგვაქვს. და მაგ იარაღით ისვრით, ხო? დიახ. გასაგებია, ანუ კასკოვთ. საბოლოოდ ეგრე გამოდი. ანუ თქვენ ჩადიხართ. იასმია მაგალითად თორე ისე ყუილა ხო არ ვიცი. არა, პოლიცია. და მე ჩემ ბოდი კამერას რომ აქ ჩანაწერი როგორ დამეჯახეთ ავტომობილით განძრახთ. ცდილობა იყო ჩემი მოკლის ცდილობა იყო ავტო სატრანსპორტო საშუალებით. პოლიციელი გაიტაცს და რაღაცებს აწახინებით. ეგრე უნდა დავუწყოთ. რას ვაწახინებით გითხარით? რაღაც. ბოდიშებს ხო არ იხდიდა? ანუ თქვენ იმას ამტკიცებთ რომ პოლიციელის გაიტაცეთ? არა. აბა? არა, მე არ ვარ. ქართული საელჩო იტაცებს თუ არა ადამიანებს, მოქალაქეებს? არ იტაცებს.
აბა რა საკითხი? ხო. ზარც. მოქალაქე. მან დააწნარე. და გაქვთ თუ არა გეგმაში ბანკის გატანა ან რაიმე რაზე? ძლიერი მივხედავ. კარგით გასაგები. კოდექსის დარღვევა მქონდა რაღაცეები. დაჯერითაც მემუქრება და რაღაც. კარგი, თქვენი დრეს კოდი რაღაცა როგორია? ორდერითაც მემუქრება და რა ვიცი. რა ორდერი? კაი მივხედავ ეჩემ. ანუ ხოთ არა, ერთსანგად აბა. რაც კაი წავედი მე ანუ იდი მიხედა ჯო. გასაგები. მარტივად გეტყვი. როგორც ცალსოს მინიკო. 10 კაცს ვიწერე ხა და მაგით გეუბნებით. ავტომობილებით დასახელება ნომრით ჯეო არის, ხო? გასაგებია. კარგი. კარგით, კიდე რამოდენიმე შეკითხვას დაგისვამთ და შემდეგ უკვე გაგიშვებთ, როგორც თქვით. შეგიძლიათ მითხრათ ფედერიკოს კერძოდ მოადგილე, რა ქვია? ან გვარი. არ ვიცი, ფედერიკოს გვარი შეგიძლიათ გითხრათ? არ მახსოვს. არ გახსოვთ, ხო? ხوار შევახსენო. უფროსის გვარი არ გახსოვთ? ხوار შევახსენო. ხშირად იცის გვარს სამწუხაროდ. ხوار შევახსენოთ. რატო ჯობია? ოდეს მე ყოფილა ბლეიკი, ეხა არ ვიცი. ხوار შეგახსენოთ. ბატონო გვარს რატო იცვლის ხშირად? არ ვიცი, მაგას კითხეთ, მე რა ვიცი აბა. ამ მომენტისთვის რა გვარს ფლობს? ყველობებს ჩადის და ეთქო მაგიტო თუ რატო რას ფიქრობთ? რას ფიქრობთ? თქვენი აზრი მაინტერესებს მე. არ ვიცი. ბოდიში ბატონო ჩემო ერთ კითხვას დასო. ეგრეთ წოდებული ზემოთხსენებული პირი ფედერიკო ყველაზე დიდ დროს რომ რა ტერიტორიაზე ატარებს? ეს გეცოდინებათ. საშიშუბაში. კონკრეტულად საშიშუბაში ნებისმიერ ადგილას. თქვენ გაქვთ იმის საშუალება რომ მოგვაწოდოთ მისი ტერიტორია ნებისმიერ მომენტში, როდესაც დაგიკავშირდებით? არა. არა? არა. თქვენი ადგილმდებარეობა რომ მოგვაწოდოთ ხოლმე? ჩემი მარტო შეიძლება. კი, მარტო როცა არა, შეგიძლიათ როცა სხვებთან ერთად იქნებით, მაშინაც მოგვაწოდოთ ინფორმაცია სათემწუხი. ხო და. თერკისვით. კი ბატონო. კაი, მაშინ ბაგრატიონ ისმინე ხარ ავქნათ. რაც მინდოდა და რაც უმეტესად მაინტერესებდა ყველაფერი შენგან გავიგე. მაგრამ ერთი რამე დარჩა. ქართული საელჩო. ჩადის თუ რა ისეთ კრიმინალურ აქტს, რაც შეიძლება იყოს ძალზეც საშიში მოქალაქეებისთვის. კი თუ არა? კი. ოპა. შეგიძლიათ აღვიწეროთ კრიმინალური აქტი როგორია? კულა. ანუ კლავთ, შემდეგ? ზოგს არ კლავთ. ზოგს ძირთვას მე კლავთ. ძარცოთ კიდეც? აბა, არ ვახსენე ეგა. აბა ისე რა ვარ გამო. ვარდო მოკვდავი საწყობ. გასაგებია. კარგი. ბატონო ბაგრატიონ. ან ბაგრატიონ, ისმინე ხა კარგად. ავიყვანეთ მანქანას. ჩაგისვამ გერძე. ერთ კაცად ჩავისვამ რომელსაც არამოდენიმეს და წავალთ ქართული საელჩოსკენ. მაგ ტერიტორიაზე გაგიჩერებ, გამოიყვანე ერთ პირს და ჩასვამ მანქანაში. გასაგებია? არავინ არ არის. არავინ არ არის ამ დროისთვის. ვაფშე არავინ არ არის. ამ ხელა საერთოში არავინ არ არის, კარგად რომ დაფიქრდეთ. საიდან ხელა საელჩოა. ბაგრატიონ, მის საიდან იცი რომ არავინ არა ციხეში იყავი რამდენი ხანი? თუ ავსები 2 დღე იყო ხო აქ ციხეში თუ რამდენი ხანი იყო? ზუსტად არ დამიცხრე. არავინ არ იქნება. გონი 2 წელი. თქვენ რა იცით ციხიდან რანაირად ინფორმაცია? ავიდეთ, ვერავის ვერ ნახავთ. ანუ ციხიდან ფლობ ყოველ ინფორმაციას. ციხე სადაც ტელეფონი ჩამორთმეული გაქვთ, პირადობად თქვენ თვითონ არ გაქვთ. ინტუიციით არავინ მან და ინტუიციით მოდი მაშინ მივიდეთ და ნახეთ შეამოწმეთ იქნებ ვინმე არე. წავიდეთ რა პრობლემაა კაცო. წავიდეთ. გზა არ გახსოვს მე ვიცი თქვენ თუ არ გახსოვს. ჩვენ ვიცით. ძალზედ კარგად ვიცი მომესმე. მომიდომ. წამოიყვანეთ ეხა წამოათრიეთ. კი ბატონო, ჩავკიდე ხელ წამოაჩემ. კი ბატონო. გჭირდებით მე ბატონო თუ ჩემი ყოფნა იქ ცოტა საშიშია. თქვენ თუ გნებავ წამოდით უბრალოდ თქვენ უსაფრთხოებაზე ვერ ვიზრუნები იმ დროით. ხო, ჯობია დავრჩი მაშინ. კი ბატონო. აუ, გამოშიგნეს ინფორმაცია.